სეირნობა, დასვენება თუ ვარჯიში. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სარეკრეაციო ზონაში, ბაკის პარკში, ადამიანები სხვადასხვანაირად ატარებენ დროს. ადამიანებთან ერთად დასასვენებელი პარკის სივრცეს იყოფენ შინაური ცხოველებიც, ძირითადად ძაღლები. მრავალნაირი ჯიშის, ზომისა და ხასიათის ძაღლები, რომლებიც არც თუ იშვიათად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, ისევ და ისევ თავიანთი პატრონების უპასუხისმგებლობის გამო. პრობლემა სახელად ძაღლის ექსკრემენტები ბაკის პარკშიც საკმაოდ ხშირად გვხვდება. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო მოულოდნელად ფეხი რომ არ ჩააბიჯო და პათოლოგიური მიკროორგანიზმებით ფეხსაცმელი არ დაიბინძურო. 3 წლის ბონის პატრონი ანასტასია ყოველთვის უფრთხილდება თავისი 4-ფეხა მეგობრის ღირსებას. ის მუდამ თან ატარებს დასასუფთავებლად საჭირო პარკებს და არ ესმის მათი, ვინც ძაღლებს საზოგადოებისგან წამოსული აგრესიისთვის იმეტებს. ძაღლი არაფერში დამნაშავე არ არის. დამნაშავეა პატრონი, რომელსაც არ ვიცი, ეზიზღება თუ ცხვენია თუ რა არის, არ ვიცი, ეს პარკი ჩაიდოს ჯიბეში და შემდეგ აალაგოს. არიმა რამდენად უფრთხილდება? ალბათ რაღაცა ეფექტი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ერთხელ რო დაგაჯარიმებენ და ორჯერ რო დაგაჯარიმებენ, მესამედ უკვე ალბათ რაღაცას იზავ. თუმცა ამას ალბათ ჯარიმის გარეშეც უნდა ხვდებოდე. ნარჩენების მართვის კოდექსის 33 მუხლი ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ექსკრემენტებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მონაცემები შედის ერთიან ბაზაში და თუ კი არ გადაიხდის, დაჯარიმებული მაგალითად ვერ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. ამ მშვენიერი ძაღლის პატრონი დაჯარიმებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან ამის შემდეგ გამოჩნდნენ ვაკის პარკის ტერიტორიაზე ბილ სერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები. იმ დღეს არავინ დაუჯარიმებიათ, რადგან ფაქტზე არავისთვის წაუსწრიათ. თუმცა თბილ სერვის ჯგუფის ინფორმაციით 20 აპრილის შემდეგ ძაღლების ექსკრემენტებით გარემოს დაბინძურების გამო 22 ადამიანია დაჯარიმებული. მართალია ამ ეტაპზე თბილისში ქვეითი ინსპექტორები სულ 10 წყვილი მოძრაობს და ეს ცხადია საკმარისი არ არის, მაგრამ თბილ სერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილის ლევან გოგოძის თქმით, ვითარება მაინც გამოსწორებულია და მთელი ეფექტი ქვეითა ეკიპაჟის მოულოდნელ გამოჩენას მოაქვს. ჩვენ დავაანონსეთ, რომ ინსპექტორები ცენტრალურ უბნებში მოძრაობენ, მაგრამ უშუალო ხელმძღვანელები ღებულობენ გადაწყვეტილებას და ჩვენი ინსპექტორები გარეუბნებში კვირაში რამდენიმე დღე გადიან, ეს 1, 2 ან 3 დღე იქნება, ამას უშუალო ხელმძღვანელობა წეს ზედამხედველობის სამსახური თბილ სერვის ჯგუფის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ის გრაფიკი არ მოგცემს კარგ მუშა პროცესს და კარგ საშუალებას შრომისა, რომ აი ესე ვთქვათ, ამოვიჩემოთ უხეშად რომ ვთქვათ რაღაც ერთ და იგივე ადგილი და იქ ვიმოძრაოთ. არა, ჩვენ ვიმოძრავებთ ყველგან, ჩვენ გავაკონტროლებთ ყველა კუთხე კუნჭულს. ვიდრე მეეზოვეები ძაღლის პატრონების გულგრილობის ნაკვალევს შლიან და ვიდრე ყველა პატრონი დაიცავს თავისი ძაღლის ღირსებას, გარემოს დაცვის სპეციალისტები გვირჩევენ დაფიქრებას კიდევ ერთ საკითხზე, რაც ბევრად უფრო დიდი პრობლემის ნაწილია. ყველა მოიხმარს პოლიეთილენის პარკებს, აი ჯერჯერობით არ არის ფაქტიურად შეცვლილი, ძალიან ცოტა სავაჭრო ობიექტი არის, რომელიც თქვათ ქაღალდის პარკებს ხმარობს. მარტო ექსპერიმენტის პრობლემა არ არის, რომ იხება პოლიეთილენის პარკებში, ეს ზოგადად პრობლემაა საქართველოში, ეს პლასმასი და ცელოფანი. გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა და საგანგებო იმედები უკავშირდება 2019 წელს, როცა საქართველოში ნარჩენების დახარისხება უნდა დაიწყოს და თანდათან პოლიეთილენის პარკები ქაღალდის პარკებმა უნდა ჩაანაცვლოს.